მოდი ვნახოთ რა შევიძინე 160 ლარად. ზოგადად არ მიყვარს ეს საჭმელების ძალიან ხშირი ვიდეოები, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს მშიერია და შეიძლება სახში საჭმელი არ აქვს და ვიღაცეები რაღაცა ვიდეოებს დებთ და ვაზიარებთ, რას ვჭამთ, როგორ და შეიძლება იმ ადამიანს ძალიან უნდა და ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ უბრალოდ ამით იმის დამტკიცება მინდა რომ გაჩვენო რომ ჯანსაღი საჭმელი საერთოდ არ ჩდება ძვირი და ვინც იმას იმიზეზებს რომ ძვირია და ვერ ვახერხებ უბრალოდ გაცილებით მეტი ფული დაგეხარჯებათ არაფრის მომცემ საჭმელში ვიდრე რაღაც ერთიანად რო გახვიდეთ და მოიტანოთ ის საკვები რაც რაღაცას მოგცემთ და რეალურად სარგებლის მომტანი იქნება თქვენთვის ცოტა გრძელი ვიდეო გამომივა და თუ გეზარება მოსმენა მაშინ შეგიძლია ასკროლო. ახლა დავიწყებ რა ვიყიდე. წიწიბურა ერთი შეკვრა. ესეთი უზარმაზარი ორაგული, რომელიც შიგნიდან არის ძალიან წითელი, ხასხასა და ესეთი ფერის თევზი ძალიან მიყვარს ზოგადად ორაგული. მოკლედ ეს არის კილოზე სადღაც მეტი კილო და 800 თუ არ ვცდები. აი ესეთი უბებრესი, სადღაც 2 კილო ნახევარი ორაგულის ფილე, რომელიც მაღაზიაში უძვირესი ღირს და ზოგადად ცოტა ისეთ ადგილებზე უნდა იაროთ ხოლმე ბაზარში და ასე შემდეგ, ანუ არ ტეხავს და არ არის სირცხული და ნახავთ შესაბამისად ისეთ ფასში, რომელიც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის. ესეთი ზეთის ხილი, ესეთი ლაბნეს პრეზიდენტის კრემპველი, რომელთაც ვაპირებ, რომ სუში მომამზადო კიტრის ფირფიტებში და კიტრით შევიძინე, მაწონი, სიმინდი გასაფორმებლად სალათებისთვის, ბოსტნეულის ხიზილალა, რომელშიც არაფერი არ შედის ისეთი ცუდი და 100 გრამზე ძალიან ცოტა კალორიულობა აქვს და ვფიქრობ ცოტა რომ ვჭამო არაფერი დაშავდება. ესეთი გოგრა, უჯანსაღესი და უტკბილესი და ძალიან მიყვარს. ჰიმალაის მარილი, აუცილებლად ჰიმალაი ჯობს რომ იხმაროთ ჩვეულებრივ მარილს, რადგან ორგანიზმში სითხეს არ აკავებს და უფრო ჯანსაღია. ესეთი სპაგეტი, კიტრის მჟავე, ესეთი კიტრი, რომელთაც სუში მინდა გავაკეთო, ესეთი სალათის ფურცლების ძალიან დიდი კონა. ესეთი სულგუნის ყველი, რომელიც ძალიან მიყვარს, უბრალოდ კალორიულობა ძალიან მაღალი აქვს და ძალიან ცოტა უნდა მიირთოთ, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს და ცოტას მაინც ვჭამ ხოლმე. ესეთი პომიდორები, 3 ცალი. ბებოს ლავაში, ამაში ჯანსაღად შაურმის სტილში ვაკეთებ ხოლმე. 1 კილო მწვანე ბულგარული, 2 თავი ესეთი ბროკოლი, კიდე რამე გამომრჩა. ერთი წუთით ბანანი. ხო, ვფიქრობ, რომ იქ სადაც ყიდულობ ადამიანი ცოტა დიდი რაოდენობის ხორცს, ეხლა მე ამას გავყოფ, სადღაც 1 ნაჭერი, აი შეიძლება